მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა განახოთ რუსთავის მოედნის დახაზულობა და თანმიმდევრობა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ელემენტები. ეს არის რუკა, რომელშიც არის მოთავსებული რუსთავის მოედანი და ზუსტად არის განლაგებული თანმიმდევრობა, რა არის მერე უნდა გააკეთოთ. როგორც ხედავთ, საწყისი ეტაპი პირველი, მეორე არის უკუსლით პარკირება, ანუ იგივე გარაჟი. კუთხეში ხელმარცხნივ რომ მოუხვევთ, ქვევით მხარეს არის მესამე, მეოთხე გარაჟი. როდესაც მოვრჩებით გარაჟის მერე იწყება ზიგზაგი. როდესაც დავასრულოთ ზიგზაგს, იწყება ჩიხი ბოლოში, ანუ ჩიხი არის მიმართულების შეცვლა, სადაც უბრალოდ უნდა მოაბრუნოთ მანქანა და წამოხვიდეთ უკან. ჩიხის მერე არის რვიანი და ბევრს ეშლება ხოლმე რვიანში არ მიდიან ხოლმე და პირდაპირ ჩიხიდან რო გამოდიან, მიდიან აღმართზე. ამიტომ არ შეგეშალოთ ეს. რვიანში დავკრუგავთ, გავაკეთებთ ჩვეულებრივად რვიანს. რვიანიდან რომ გამოვალთ, შემდეგ ავდივართ აღმართზე. აღმართზე უხვევთ ხელმარცხნივ და მივყვებით წვეტილხას, რა თქმა უნდა, ბოლომდე წინ და შემდეგ უკვე არის ზებრა გადასასვლელი, სადაც უნდა გავიხეთ, გამოვიხედოთ და ზებრას რო გადავსდებით, უკვე იწყება პარალელური პარკირებები. ანუ პირველი არის უკუსლით პარკირება, მეორე არის ზიგზაგი, მესამე მიმართულების შეცვლა, მეოთხე რვიანი, მეხუთე აღმართი და მეექვსე ბოლო ელემენტი არის პარალელური პარკირება.